როგორ ახართ? მარტო წაებში კი არ დავდივარ და მინდორველად, მაგრამ ის ჩემთვის რაღაცა სასუნთქია ზოგადად. ლაგოდეხი ყველაფერს მერჩევნია. ერთადერთი ადგილი, სადაც სუნთქავ, არის ლაგოდეხი. ძალიან ცივა, ხალხო გუშინ საღამოს რო გავისეირნა. ხელებზე მომცა სიცივის ალერგია. ეს არის ცენტრალური მოედანი, იქით საავადმყოფოა დავტრიალდი. წამოვიდეთ. მეორე ტელეფონი რომ წამომეღო. გემრიელად ყავს მივირთმევდი, მაგრამაც დამრჩა. ნახეთ როგორ ცივა. ესე იგი რომ ესე. თმე გამიწითლდა საოცარ ფერზე, მაგ. არც ავაჭრო ცენტრში მინდა შესვლა, 9 საათი მაქვს დრო რომ გავისეირნე და მე ისე უკან დაუბრუნდა, ხა ხვის ფურცელი მჭირდება რომ დავყარო. მოგიყვეთ ახლა მარტო ნიკუჭაზე რო გელაპარაკებით. ერთი დილა არ დავრეკე დღეს. რომ გავიღვიძე, გადავწყვიტე რომ ლუწავა თქო რა. იმიტომ რომ 5 წუთში ერთხელ ადექი გები და ნუ ვერ დგება, არ დგება. თუ რაღაც. ხოდა დღეს დილას გავიღვიძე გერმანიის დროით 6:30-ზე, 8:30-ზე, ან შემეძლო რომ დამერეკა, ის დრო იყო. რა არ დავრეკე. მეთქი აბა ერთი დღე ვაკეში რო გვაქვს შუა გზაზე გაჩერებები. პატარა ვაკეში. აბა ერთი დღე თქო რა სიზავს რა. რო არ შეაწუხებს ინდისი როგორ იქნება, რა შეგვცნობები ექნება. გადავბრუნდი დავიძინე. საკალდა საქართველოს დროით 2 წუთი. ნუ რეკავს ჩათი. ჩემი შვილების და ჩემი. ეს პერუ გაყრილი. თმადაბანილი. გაპიწყინებული მაიკით, თეთრი მაისურით, რომელიც დაეუთოვებინა. დედამისი შვილი არ არის. გუშინ მირეკავს ეს ოქსიროდოსო რა არისო? გათავდაო. მოთხარ მაგით თეთრებს ხარშავ თქო, რასაც ოქსი აწერია თქო, მაგას ვთქვა რომ თეთრებს ვამატებ თქო და ხარშავ თქო და სატყიდულობა უნდა წავიდეო, ვიყიდო. გაბოცდი. დაიხარშა, დაიუთო და სკოლაში შედიოდა და უნდა ჩააგეთიშოთო ქოლიდანო რა, სკოლაში შევდივარო. რაც აქ ვარ ორჯერ იყო სკოლაში. ეს ვიცი გააძრებული ხარ. მე არ ვიცი თქვენ როგორ ხართ და იმდენად მე მაკაპიატებული ხარ, არ ვიცი რატო იყო, ნიკა რო გავაჩინე მეგონა რომ ძალიან მალე მოვკვდებოდი და ძალიან ალბათ ბევრი შეცდომა დავუშვი. იდეალური დედა არ ვიცი. არ არსებობს ალბათ. და ცოტა გავატუწუცო, ცოტაზე მეტად. როცა ოჟები უნდა მოუჭირო, მაშინ არ მომიჭერია და ეხლა როცა თავის ჭყვაზეა და ყველაფერი ისე ქონდა, ეხლა ვეღარ ძალიან დისკომფორტში შედის რა, ვატყობ ხოლმე ძალიან ღიზიანდება და ამიტომ რაღაცა თემები არის, როცა ივლის სკოლაში.
კაი, აი, არ წავიდეს, რა დაშავდება, ნუ აი, ერთი დღე არ წავიდეს. მაგრამ იყოს ჯანმრთელი. მაგრამ კარგად იყავდეს, მაგრამ შეცდომა არ დაუშვას, მაგრამ ჩვენს გარშემო საოცრება ხდება. 16-15 წლის ბავშვები ყაჩაღობენ, მაღაზიებში ვარდებიან, იპარავენ, ეწევიან, იკეთებენ. და მეტყვის ხოლმე, რომ ხანდახან ვეტყვი ხოლმე, რომ ცუდი შვილი ხარ თქო. და მეტყვის ხოლმე, რომ შენ ცუდი არ იცი რა არისო. როგორ არ ვიცი, ძალიან კარგად ვიცი, ამ ყველაფერს მეც ვხედავ. ხშირად მინდა ხოლმე, რომ შევწანწალდა სკვერებში, ბაღებში და დავინახო. ეს ყველაფერი ფართოდ გავახილო თვალები, მაგრამ ყველა დედას და ზოგადად ადამიანს ხო უფრო მეტი გვინდა. ხო, ნუ მაინც იმეც ვიტოვებ რა, ისეთი ვარ. აი, იმეთი მაქვს, რომ ძალიან მაგარი კაცი იქნება რა. ეხლა რა შეეხება დათიკოს. დათიკო არის ჩემი, არ ვიცი. ხო, თუმცა არ ვამბობ, რომ კარგ ბავშვებსაც არ ეშლებათ, ყველას ეშლებათ. ყველა უშვებს ცხოვრებას შეცდომას. მთავარია, რომ გამოასწორო. თან დავათვალიეროთ ტავარი. 59 ევრო ღირს. დაშალა ჩემი მანქანის მოტორი. ჩემო 24 წლის დიპლომ აუღებელმა მანქანის მშენებელმა. და ვაიმე რა ლამაზია, რატომ იყო მომწონს ესეთი ცოტა მობებრულო მოკლასიკური რაღაცები, ძალიან მომწონს. კოლკასტოით 59 ევრო და 95 ცენტი. თან ჩემი ზომა აუმინდა ფული რატო არ ძალიან გაფუჭებული იყო, ისეთი ნაგარი ქონდა და კალიცოები გადარჩა, თუ ვინმე მოტორში ერკვევით, მე უკვე კარგად ვერკვევი. ღერძი 0.2 მმ-ით უნდა იყოს გადახრილი ქარხნულად და ეს არის არაფრით რა, 0.3-ით თუ 0.5-ით ღერძი გადარჩენილია, რომელიღაცა ნაწილი გატყდა, რომელიც საყიდელი მაქვს. ერთი ნაწილი დავამატე ტოიოტასი. ხო და უნდა აწყოს. ძალიან მობედნიერებს, აი მართლა 4 თუ 5 დღე თავის დასვენების შემოწირა და წარმოიდგინეთ ცხიმის დამშლელით და სახეხით, რკინის სახეხით ხეხავს. ნახოთ აბა როგორ აეწყობა. დაახლოებით 600 ვაი დაიჯდა უკვე და კიდევ აკლია რაღაცები. მე ფირს გადავაკრავ და ახალს რო ვიყიდი დავით მიცემ ცოტა ხანი სამსახურში სასიარულოდ და შემდეგ ძალიან გამოადგება. ცოტა უხერხულად ვწნობ თავს, რომ ასე წავართვი ამდენი დასვენების დღე და მართლა დილიდან საღამომდე წარმოიდგინეთ. სახეხი უჭირავს რკინის და მიჩხრა რომ მე მგონია შენი ვალი გადავიხადეო და მოთხარი კვერცხი რო შეიწვა ხელის გულზე დედის ვალს ვერ დააბრუნებ თქო და აქაც საქართველოა რათ მიყურები. ხო და ნუ მოკლედ ძალიან გავაწვალე. რა ვიცი. ხო, თქვენი კომენტარები დაიწერა კიდევ. გავცეთ ზოგიერთის პასუხი. ყველას კი პასუხეთ. შეძლებს და გვარად რაც მიჩანდა. ესო. მანდ სამუშაოდ ხარო, ჩასულიო? თუ დასასვენებლათო? არც ვიდეოსთვის რომ მოგესმინათ.
დაწერა იქ ერთმა ესეთი კომენტარი ერთმა ჩემმა გოგომ. და ეს ის გოგონა მიწერს მზეს უმზირე რო არ აკანაწუნო და სიგარეტის ღერებს მithulis და კომენტარებს გადავხედა. ღმერთო ჩემო, გვაცადეთ ერთმანეთის ცხოვრება. ემიგრაციაში წამოვედი. სამსახურიდან სამსახურში დავდიოდი. ვერაფერს ვერ მოვაბი თავი. დავყარე ბავშვები. არც დასასვენებლად ვარ და არც სამუშაოდ. ყველაზე მნიშვნელოვანი რამე გავაკეთე, რასაც დედა ჩემი გააკეთებდა და სავარაუდოდ კიდე ჩამოუბრუნდები, სანამ საქართველოში ფრენად დასაშვები იქნება და პასპორტი გამზადდება. და რაღაცებს არ უყვები, რაღაცებს არ გაჩვენებთ, ვიღაცებს არ გაცნობთ. ეს ძალიან ჩემი პირადია. ეს ლაილაი ტრალივალი. ოკეი. თქვენ გინაცვალებთ ჩემი თავი, მაგრამ რაღაცა დამიტოვეთ, მთლად ნუ გამატიტლიკანებთ. კახეთში იციან. აი მე რამე ელოდება ხალხო, სახლი კარო რო შევაღებ. ეჭირა იმ დღეს ცოცხი დარბოდა. მე რამე თხრა, კაიო წავედიო, ჩაგეთიშებიო, პირლასოსი უნდა ჩავთო. იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? მე მყოლია უყოფაქცეო მეგობარიც. სამწუხაროდ ვერ მოვყვები თან იმდენად ისეთი მეგობარი. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები გამიათა ცხოვრებაში. დამილაგა, გამატარა ისეთი რთული პერიოდები, რომ მაგრამ მე მისი ცუდი ყოფაქცევა აბსოლუტურად არ მეხებოდა, არაფერში არ მეხებოდა საერთოდ. მე მყოლია თანადამოკიდებული მეგობრები. არა აქვს მაგას მნიშვნელობა, ალკოჰოლ დამოკიდებული ხარ, ნარკოტიკ დამოკიდებული ხარ, თამბაქო დამოკიდებული, ნუ მოკლედ. არ ქონია მაგას, არ განმიხილავს პირიქით, ნატრობდი ხოლმე, რომ ღმერთო, იქნება, ანუ ისე უკეთესია, ან რა ვიცი. ნუ განიხილავთ რა. ნუ მიყობთ კუჩი ხელს, იმიტომ რომ 10 საყვარელიც რომ ყავდეს, 20 ქმარიც, 500 დედმამიშვილიც, დაჟე ნიკოლოზიც მოვარიდე ეკრანს, თვითონაც მოერიდა, როცა უნდა შემოხტება ხოლმე, მაგრამ ეს არის ჩემი არხია. ჩემი ამბავი, ეს მე მშველის, მე მჭირდება, მე აქ რო ფულს ვერ შოულობ, თქვენ კარგად იცით, მოგიხსენებათ და ჩემზე კარგად. ბოლოს მე ჩამერიცხა იანვარში, ან თებერვალში. იმდენად მიზერულია, რომ თუ დღეში 2 და 3 ვიდეოს არ დადებ და თუ 5000 გამომწერიც არ ამყავს, ანუ რო შევდივარ YouTube-ის ალგორითმში, მეუბნება რომ 70% გამოწერის გარეშე გიყურებს. ნუ ოკეი, არ მინდა არც ეს გამოწერა და ეს ძალიან მშველის. მე არ ვიცი როგორ დააგიხსნათ რა ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი ფსიქოლოგი მყავს. ეს ლაპარაკი ძალიან ცლის. არსებობენ ადამიანები, ვისაც პირიქით აღიზიანებთ ლაპარაკი და მე პირიქით მიყვარს ხოლმე. და მშველის. გავიცანი და შევიცნე უმაგრეს მეგობრები. და რა თქმა უნდა ეს მაბედნიერებს. ხო და რა ვიცი მე. ჩემი სამუშაო სპეციფიკა, ჩემი ამბები, რაც სხვასთან არ არის დაკავშირებული და ის ჩემი გამოცდილებები და ჩემი შეგრძნებები გიზიარებთ. დანარჩენი 5000 ევროც რო ჩამერიცხოს თვეში. მე გამჯიჯგნეთ. ჩემო ოჯახის წევრებს არ დაგაჯიჯგნით. ეს არის ჩემი ცხოვრების ვლოგი და არა იმ ხალხთან ერთად ცხოვრების, კოლექტიური ცხოვრების. წავედი ახლა თუ მივაბი რამე ხეირიანი სადმე მოვხვდი ისეთ ქუჩაზე რომ დავიკარგე. ყველაფერი მტკივა.
მე რა ლამაზი ექცის ფერი დამწვანე შენობა ყავა მინდა 2 ყავა დავლია და კარგი სავაჭრო ცენტრი მაგრამ მერკული წყდება ხოლმე რამე რომ მომწონს ახლა იქ შიგნითაც რაღაცებს რო შევავლე თვალი 100 евро ღირს 100 евро ჩვენს ფულზე 300 ლარია 300 ლარს ბასანოჭკიში ხებეთ ძალიან მინდა ჩემ ლაკოდახში ჩემი დაბადების დღე მოდის და ყველაფერს მერჩვენია რა თქმა უნდა ჩემს ოჯახის წევრებთან ჩემს საყვარელ ადამიანებთან ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მაგრამ არც გამილი არც არაფერი მინახია დღეს ჩემი და მეუბნებოდა რომ ნამცხვარზე მაინც დაგპატიჟებო რამესო ვიყიდიო და ვჭამოთო და კაი ჩიხით მაგავაკეთეთ, კაი ბორში გავაკეთეთ, კაი ქართულ საჭმელებზე ვიყავი. წარმოვიდგინეთ რა, აქაც აქვთ რეაქციები, ანუ იყურებიან ეკრანში და გიღიმიან, რაღაც გიღიმიან საქართველოში რომ პას გიყურებენ. აბა ნახეთ ძუნძები, გაინტერესებთ. აი მაგალითად idеალური ხუდია. 30%-იანი ფასტაკლებით ბამბა 79 евро და 99 ცენტი. შენ შემოგევლე. მათშია ჩემი დის. მithom ფიქრობდი რომ ნიკუჭესთვის რამე წამეყო, მაგრამ მე გადავიფიქრე. რაღაცა საინტერესო შარვალი ჩანს. ფართო ტოტებით ძალიან ლამაზი იყო. მოდი, არ მახსოვს რას მომბობდი, აღარ სერიოზულად ძალიან დაღლილი ვარ. ჩემ დაბადების დღე ხომ მოდის. მოდა რაც ცოტა იერსახე დაკარგა ჩემ დაბადების დღე მოლის სიკვდილის მერე. არა მაინც მიხარია. ცოცხალი ვარ, ჯანმრთელი ვარ, ფეხზე ვდგავარ. რამდენი რამე შევძელი ერთ წელიწადში. მაგის გადახარშვა შეძლებების, უნარების, წუნის გარეშე შენ თავს რომ მოსთხოვ. ნაყინების ფასები. საქართველოში ესეთი ნაყინი. ეს 12 ლარი. აიცადეთ. არ მეყვარს მე ნაყინი. რა კაი კოქტეილი უდოს ამ დილაუთზე. მე იმდენად კარგი ხალხი გაგიცანით აქ გიპოვეთ. ვაიმე. ხო აქ ვიყავი ხალხი. იმდენად მაბედნიერებთ და იმდენად გვერდში მიგახართ მეგობრულად, მატერიალურად, სულიერად, მორალურად, მაგრამ მაინც მიყვარს საქმეს. წავედი ახლა მე. გინდათ საფულეები და ჩანთებიც გაჩვენოთ და დავასრულოთ გაიწელა. 39 евро და 90 ცენტი. ასეთი ჩანთა რომ ქონოდა ბავშვობაში იდეალურია. საოცარი იქნებოდა. ეს არის საავადმყოფო. დავედი ბედნიერ დღეს გისურვებთ თქვენ. მიყარხეთ.